ეკა ხითარიშვილს კიდევ ერთხელ მიესალმებიან. Წამყვანიოფოფები. კიდევ ერთხელ დილამშვიდობის ალანა დათო მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს თქვენ უკვე აღნიშნეთ გუშინ სად ვიყოფებთ მაგრამ უფრო დაწვრილებით გიამბობთ ამ თემაზე მოკლედ მე გუშინ ვიყავი პიონერთა სასახლეში სადაც შეხვედრა გაიმართა გელა ჩარკვიანთან მოკლედ გეტყვით იმას რომ ბავშვები ძალიან გულწრფელად გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს და გელა ჩარკვიანმა აუდიტორიის წინაშე თავისი ბიოგრაფია და თავისი ცხოვრებისეული გამოსილება გაუზიარა იქ დამსწრე საზოგადოებას და მე ესე იგი არ გაუშვეს შანსი ხელიდან და ბატონ გელას ინტერვიუც ვთხოვე და მან ჩემთან საუბარში ერთხმად აღნიშნა რომ თურმე ბავშვებმა ესე თulis თვითონ რომ ჩვენზე დიდებზე მეტი იციან. მოდით მოусმინოთ გელა ჩარკვიანის კომენტარს. მე მიმაჩნია ადამიანი რომელიც იცოცხლებს თუნდაც იმდენ ხანს მე ვიცოცხლე 167 წელი იმას უგროვდება იმდენი სათქმეთ რომ უნდა ელაპარაკოს ახალგაზრდებს შენი უპირატესობა ხან შესული ხალხის მეტი ხო არაფერი ამ ბავშვებმა ჩვენზე მეტი იციან ძალიან ბევრი რამს არ ჩვენ დროს არც ინტერნეტი იყო არც არა მაგალითად ჩემი პატარა გოგო შემოვარდა მასელა და დავიძახა ჩემ იუტუბერსო 6 მილიონი საბსკრაიბერი ყავს ახლა ეს რომ ბაბა ჩემს გაიგონა ბაბუა ჩემს კი არა 15 წელი მე რო გამეგონა მე ვერ გავიგებდი რა არის ამათ ბევრი იციან ჩვენს მაგრამ ამათ არ იციან ის რაც ჩვენ ვიცით. თუ ჩვენ გაცილებით დიდი მონაკვეთი ისტორიისა გვაქვს ახლა. სადაც თვითმხილველები ვიყავ. ჩვენ გამოვიარეთ ეს ყველა. და როცა გამოივლი, მაშინ სხვანაირად იცი. მოკლედ ეს მოვისმინეთ გელა ჩარკვიანის კომენტარი. გეტყვით რომ საღამოს პიონერ ფილმელი ნანა გარსევანიშვილი უძღვებოდა. ასევე ის იყო ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მან რა ნიშნით აარჩია და შეარჩია ზუსტად გელა ჩარკვიანი და რატომ მოიპატიჟა ამ ღონისძიებაზე ნანა თვითონ განმარტავს. მოდით მოვისმინოთ ნანა გარსევანიშვილს. მას აქვს უნიკალური ბიოგრაფია და ძალიან მრავალმხრივი. მე პირადად ვერ მოვძებნი ისეთ ადამიანს, რომელსაც შეიძლება კონდეს ამდენი მიღწევა, წარმატება და ინტერესი, როგორც მას. ირაკლი არის ყოველთვის საყვარელი მომღერალი. ამიტომ საერთო ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ის არის ირაკლის მამა, პოლიტიკოსი, უკრავს არაჩვეულებრივად განათლებული პიროვნება და საქართველოს პირველი პირის შვილი. ამაზე კარგი საღამოსთვის არაფერი არ შეიძლება იყოს. მოკლედ გარდა იმისა რომ ღონისძიებამ ესე კარგად ჩაიარა არაერთი სიურპრიზი იყო დაგეგმილი გელა ჩარკვიანი როდესაც გამოდიოდა სიტყვით ესე მოულოდნელად სცენაზე მისი კლასელები შემოვიდნენ და მისთვის მართლა ისეთი ემოციური იყო ეს გამოსვლა მე ეს შანსიც არ გაუშვი ხელიდან და ასევე მინდა აქვე აღვნიშნო რომ საღამოს ესწრებოდა ქალბატონი ლალი ბადურაშვილი ალბათ კითხვა ისმის რატომ ის იყო მოწვეული სტუმარი ესე იგი თუ გელა ჩარკვიანს ყავდა კლასელები ასევე მისი მეუღლის ქალბატონი ნანა ჩარკვიანის კლასელი გახდათ ლალი ბადურაშვილი და მოკლედ მისი კლასელები ჩავწერე რუსლან რუხაძე, მერაბ ბერაძე და ლალი ბადურაშვილი მოდით მოვსმინოთ. დღევანდელი საღამო იყო შესანიშნავა, ძალიან ღელავ, გამახსენდა ბავშვობა, სიჭაბუკე, ცოტანი დავრჩით და დეთხას მისოცლოს ჩემი გელა ჩარკოს უძახოდი. ეს არის არაორდინალური პიროვნება, ძალიან საინტერესო, დიდი შემოქმედი. დიდი ნიჭის პატრონი და საოცრად მოგრძალებული ადამიანი. მე იშვიათად მინახია საქართველოში ამ ტიპის და აი ამ ბიოგრაფიის კაცი, რომელსაც ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილება და ამდენ ადამიანს იცნობდა. და ყველგან სადაც კი მუშაობდა, დატოვა თავისი არაჩვეულებრივი ღირსეული სახელი. იყო დიდი მამის შვილი, ყავდა უნიჭიერესის შვილები და ეხლაც აგრძელებს მუშაობას და მიხარია რომ კვლავ ფორმაში. ხედავ რომ ახალგაზრდობა არაფერს ნამდვილს არ ივიწყებს. ირაკლი თავისით არ მოვიდოდა რომ არ ყოფილიყო ჩემი გელა და ნანა რომელიც ჩემი თანაკლასელი იყო და 7 წლის ასაკიდან ერთ მერღზე ერთად ვიჯექით ისე დავამთავრეთ 11 კლასი და ბოლო წლებამდე მოვედით ერთად ისეთი ოჯახი იყო ნანა და გელა რომ ყვანაერი ვერც იქნებოდა ირაკლი. მოკლედ გარდა იმისა რომ ღონისძიებაზე არაერთი მოწვეული სტუმარი იყო მოკლედ ყველაზე მეტად ბავშვებს უხარდათ მასთან შეხვედრა და არაერთ შეკითხვას უსვავდნენ თვითონ მასზე მის ცხოვრებაზე და ირაკლიზე ძალიან ბევრი აინტერესებდათ მოდით მოусმინოთ რეპორტაჟს თუ რას ფიქრობენ ბავშვები ნაიამოდებათ. გელა ჩარკვიანი არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ძალიან გვიყვარს ზოგადად პიონერ ფილმს, არის ხელოვანი, ისთან პიონერ ფილმთან კავშირშია და პიონერ ფილმთან ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებს. ანან ზაიც. მიყვარს ხელოვანი ადამიანები და ვაფასებ ესეთ ნიჭიერ ქართველ ხალხს. მაინტერესებს მისი შემოქმედება. მარიამ გარსევანიშვილი ძალიან მოხარული ვარ, რადგანაც პატივსაცემი გელა ჩარკვიანი მოვიდა ჩვენთან, ასევე ძალიან ბედნიერია რომ მე პიონერ ფილმში დავდივარ. კარგი არის ესეთი საღამოს გაკეთება და ყველა ესეთი ენერგიით დამოხტულები ვართ, გვიხარია
რომ დღეს ჩვენთან ბატონი გელა ჩარკვიანია სტუმრად. მაია ქეშიკაშვილი. ძალიან დიდი ხანი მომზადებოდი და სურვილი კიდევ უფრო დიდი ხანი არაც მქონდა რომ გელა საღამო გაგვიკეთებინა და მე მგონი რომ ბატონი გელაც თვითონ კმაყოფილი დარჩა დღევანდელი დღით. და საერთოდ არ იქნებოდა ეს ღონისძიება რომ არ ყოფილიყო გრიშა მასწავლებელი, ანუ გრიშა ჩიგოგიძე. დიახ, გრიშა მას და ეს ღონისძიება საერთოდ ვერ შედგებოდა მის გარეშე. აი ხა მოვისმენთ ბატონ გრიშას კომენტარს და გავიგებთ საერთოდ რას დაპირდა გრიშა მასწავლებელი გელა ჩარკვიანს 1959 წელს. ინტრიგა. ეს იყო 1959 წელი, მე როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტი გამაგზავნეს უცხოენების ინსტიტუტის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად ჩეხოსლოვაკიაში. საოცარი შტაბ-ჩtildeება დასტოვა გელამ, მაშინ იგი იყო როგორც პიანისტი, ამ ანსამბლის და ყველაზე დიდ დარბაზებში გამოდიოდა და მე ვთხარი როდესმე რომ გავიზრდები შეხვედრას მოგიწყობთ. ახლა მომეცა საშუალება და მის მერე ჩვენ მეგობრობა გრძელდება. აი ეს მოკლედ საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. მე გითხარით რომ ვესაუბრე გელა ჩარკვიანს, მაგრამ ეს ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. ეხლა უნდა გითხრათ რატომ. თქვენ იცით რომ ბატონმა გელა ჩარკვიანმა თითქოს კომპოზიტორობაც დაიწყო, გავრცელდა ეს ინფორმაცია საზოგადოებაში. მე შევეკითხე ნამდვილად ესია თუ არა და მან დამინდასტურა, მან დაწერა პირველი ნაწარმოები, რომელსაც ირაკლიანა უწოდა და რა თქმა უნდა, მოკლედ მოდით მოვუსმინოთ, ვის მიუძღვნა ზოგადად ეს ნაწარმოები და რა სინთეზი, ან ერთობლივი სინთეზია კი ბატონო. მოდით მოვუსმინოთ. ეს არის სამი სუიტა, ანუ ტრიპტიქია გაკეთებული. აი ეს 20 სიმღერა არის სამ სუიტად ქცეული, მაგრამ ერთიც არის, ეს პირდაპირ ირაკლი არ არის. ეს ირაკლის მელოდიებია, რომელიც დამუშავებულია ჩემს მიერ და ორი თაობის სინთეზი. რომ მოусმენ, აქ იფიქრებთ ეს გელაც არის და ირაკლიც არის, არ არის მხოლოდ ირაკლი. მე ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ყოველთვის უძღვნი ჩემს მეუღლეს ნანას და ირაკლს. თორე ისინი ადრე წავიდნენ და ძალიან დამწუხდეს გული. აი მოკლედ ასე მე მაქვე დაგმშვიდობებთ ლანა დათო და დაგიტოვებთ იმ ჩანაწერს, ანუ ცოცხალი შესრულება არის მან გუშინ საღამოს როიალთან, აი ესეთი თავის მიერ დაწერილი ნაწარმოები შეასრულა და მოდით აი მცირე ფრაგმენტით მოვუსმინოთ ამისგან, მე კი გემშვიდობებით. კი ბატონო, აი კახითაშვილს ვემშვიდობებით, ჩვენ კი რამდენიმე წუთში უკვე ქეთი კაკაურიძესთან ერთად დავბრუნდებით.